სუფრისკოვს შაქარს, დავამატოთ 4 სუფრისკოვსი კაკაოს ფხვნილი. ვამატებ 4 სუფრისკოვს არაჟანს. აი ასეთი სავსე სუფრისკოვსები აიღეთ. ვამატებ 1 სუფრისკოვს ზეთს. მოვურიოთ, არის საკმაოდ სქელი ფენა და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ეს ნელ-ნელა ჩადნება და სუნთლიანად რო გადნება, ადუღება არ არის აუცილებელი, როგორც კი ესეთი თხევადი გახდება, გადმოვდგათ. ვანილი, მაშინათვე მოვასხათ უკვე მზა ტორტს. ეს არის ბლანტი მინანქარი, გადავასწოროთ, გვერდებზე ესენი წვეთებს ვერ იკეთებს, რაც ჩამოვა, გვერდებზე კრემივით წავუსვათ. მარწყვი მოვალაგოთ ზემოდან, გაფორმება არის ინდივიდუალური, თქვენ როგორც მოგეწონებათ, ისე